და თემაზე საუბარს დაპირებისამებრ სტუმართან ერთად განვაგრძობთ. საღამოშვიდობისა ბატონ ლევან, გვანდრობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოკლედ ბატონ ლევან, თქვენ 2 წლიანი პაუზის შემდეგ მიიღეთ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა. როგორ შეაფასებთ ამ გამოფენის მნიშვნელობას და თუ შეგვიძლია რაიმე პირველ შედეგებზე ვისაუბროთ? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ვესალმებ თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება ახლა 2 წლიანი პაუზის შემდეგ ყველა ის ადამიანები, ვინც ამ სფეროშია დაკავებული, ყველა მომავლის იმედით არის, რომ სიახლე და უფრო ახალი ძალებით, უფრო დიდი იმედებით გამოცოცხლება იქნება, რა თქმა უნდა. რაც შეეხება დღევანდელ გამოფენას, უბრალოდ დღეს რო დამთავრდა ეს გამოფენა, ძალიან კარგი იყო და დიდი იმედების მომცემი იყო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო შეხვედრები ქონდა, იყო დამსწრეც ვიზიტორებიც, რომელიც არ მონაწილეობდა, ისე იყვნენ ვიზიტორების სახით და საინტერესო შემოთავაზებებით დავასრულეთ გამოფენა მოკლედ. რაც რომ ჩამოვიდნენ ალბათ ტურისტებისა. რაც შეეხება ტენდენციას, ან ცვლილებას იმას თან დაკავშირებით რაც იყო მაგალითად 2 წლის პანდემიამდე და თუნდაც ომამდე როგორი ტენდენცია იყო, გეტყვით ახლა განსხვავება არის ის, რომ დღევანდელი სტუმრები, ჩვენი ვიზიტორები, ჩვენი ქვეყნის უფრო არის დამოუკიდებლები, უფრო ურჩევნიათ, რომ იყვნენ მარტო და არა ჯგუფური. რა თქმა უნდა, წლევანდელ წელს ალბათ ქალაქში შეამჩნევთ, რომ ძალიან ბევრი ისეთი ვიზიტორები გვყავს და სტუმრები თუნდაც იმ ქვეყნიდან, რომელიც თქვენ ამბობთ ომის გამო ბევრი თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ესენი არ არიან ტურისტული მიზნით ტურისტები, ესენი არიან მიგრანტები, რომლებიც გარკვეული გარემოებების გამო ჩამოვიდნენ საქართველოში. კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ ესენიც გარკვეულ პროდუქტებს ხმარობენ ჩვენთან, ანუ პროდუქტი მამხედველობაში ტურისტულ მომსახურებას, რა თქმა უნდა, ისეთ აქტიურობით არა, როგორც მაგალითად 10 დღიანი ტურისტი რო არის ჩამოსული და მთელი კონკრეტულად დასვენებით რო ჩამოდის, ის სხვანაირად ისვენებს ჩვენთან და მაგალითად როდესაც 2-3 თვით ადამიანი ჩამოსული, ის უკვე ცდილობს თავისით
თუნდაც ადამიანური ურთიერთობები და როგორ შეიცვალა მომხმარებელი? რაზე აკეთებს დღეს აქცენტს, როგორ ანაწილებს ხარჯებს, რას გიკვეთავთ, რას არიდებს თავს მაგალითად? როგორ არის, როგორც გითხარით, უფრო არიდებს თავს ჯგუფურ ტურებს, ურჩევნიათ რომ იყოს ინდივიდუალური ტურები, თუმცა არის ჯგუფურებიც, მაგრამ ტენდენცია, რასაც მე ვუყურებ, არის შეცვლილი ამითკენ, რომ ადამიანებს თუნდაც არის, რომ მაგალითად ძალიან ბევრი დღევანდელ დღეს ინტერნეტის საშუალებით ძალიან ბევრი რამის გარკვევა შეუძლიათ, თუნდაც და ყველა განვითარებულია, ვინც ჩამოდის ჩვენთან. ძალიან ბევრი თავისით მოგზაურობს. რა თქმა უნდა, ბევრი იმასაც ხდება, რომ გიდთან და ტურისტულ აგენტოთან მიღებული კომფორტი გაცილებით უკეთესია ვიდრე თვითონ რომ მარტო იაროს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არიან ესეთი ხალხიც, რომელსაც აინტერესებდა, მინდა გითხრათ, კიდევ არის ძალიან დიდი ტენდენცია იქიდან, რომ ადამიანებს უფრო ეკოლოგიისკენ არ აქვთ ჯანსაღი გარემოსკენ, ბუნებისკენ, კულინარიისკენ. მთიანიანი ახლა ჩვენ რეგიონს რაც შეეხება, მთიანი აჭარა ძალიან პოპულარული გახდა ბოლოს. და შესაბამისად ჩვენაც პოპულარიზაციას რაც უფრო ინტერესი, რაც უფრო მოწონება აქვთ ხალხს, იმის მიხედვით უფრო და უფრო იხვეწება ეგ.